მოგესალმებით. ბასტი ბუბუ ზაფხულის ცხელ დღეებს კიდევ უფრო ხალისიანად ატრიალებს. და თქვენთვის ყველაზე გრილი განწყობა მოაქვს. დღეს ბასტი ბუბუ სტუდიაზე ვსაუბრობთ. ეს არის ერთ-ერთი პროექტი იმოციდან, რომელსაც მარიკა თხელიძემ ჩვენს იუბილეზე თავისი გული აჩუქა. მე ვარ დღეს ძალიან ბედნიერი, რომ დღევანდელ იუბილეზე ერთ-ერთი მონაწილე ვარ და ბავშვებთან ერთად მომიწევს, რომ ის ბასტი ბუბუს ერთ-ერთი ლამაზი სიმღერა შევასრულო გიხტარ ბე. განსხვავებული ამპლუით წარდგები მაყურებლის წინაშე, ანუ ამჯერად სიმღერის გარდა ცეკვითაც ვარ დაკავებული ამ სიმღერაში და უფრო მეტად საპასუხისმგებლოა ალბათ. მარიკა თხელიძე და ბასტი ბუბუ. რომელ პროექტს შუქნის შენს გულს, მარიკა? ყველა პროექტი ძალიან მომწონს, წარმატებულია ბასტი ბუბუსი, თუმცა მე გამორჩევდი სტუდია ბასტი ბუბუს. თვითონ სტუდიას. სტუდია ბასტი ბუბუ ის ადგილია, სადაც მუდამ ჟრიამულია გემოვნებიანი მუსიკა და თან უამრავი ბედნიერი სახეა. ნამდვილად ასეა ბაბილინა.
20 წელია ბასტი ბუბუ იმ გარემოს ქმნის, სადაც ყველა ბავშვი კარგად გრძნობს თავს, იზრდება და ვითარდება. და რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიზიარებთ მშობლების რჩევებს და დარიგებებს, ხომ ასეა ირინა? კი, ნამდვილად ესეა. დღეს ჩვენი სტუმარია სტაჟიანი ბასტი ბუბუელის დედიკო ირინა კახნიაშვილი. სტუმარია. მოგესალმებით, ძალიან გვიხარია რომ გვესტუმრეთ. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ძალიან გვიხარია და მოუთმენლად ველოდით აი ამ დღეს როდის მოვიდოდით თქვენთან. რამდენი წელია რაც დადიხარ ბასტი ბუბუში? ანა 4 წელია რაც ბასტი ბუბუში დადის. სტაჟიანია მეთქი ტყუილა კი არა. ძალიან მომწონს თვითონ ეს მეთოდი. მშობლები ავსებენ თავის შემჩნევებს, თავის სურვილებს წერენ ან ბავშვებთან მიმართებაში რაც უნდათ რომ გითხრან და ძალიან მომწონს რომ ეს გათვალისწინებულია ყველა პედაგოგის მიერ. რას მეტყვით ფსიქოლოგი ემას გაკვეთილებს, ესეც ძალიან სასარგებლო გაკვეთილებია, მე რამდენადაც ვიცი და თქვენ თუ დადიხართ ჩვენ არა ჩვენ ამ შემთხვევაში არ ყოფილვართ ემასთან, მაგრამ ვიცით ბავშვები, რომლებიც ემასთან თქვათ დადიოდნენ, სულად შეიძლება არ ქონიათ მათ რამე პრობლემა ისეთი, მაგრამ ძალიან ეხმარება ემა. ხატვით, ეს რაღაც თავისი მეთოდი აქვს, ისეთი რომ ხო, კი, ნამდვილად და ძალიან ისეთი შედეგია ამ ბავშვებთან. ანას ჯგუფშიც იყვნენ რამოდენიმე ასეთი ბავშვი იყო, რომელმაც იარა ემასთან და საკმაოდ ისეთი თვალნათლივ დავინახეთ ის შედეგი. ფეთობით ეზა და ცეკვა სურს, დღე და ღამე ცეკვა უნდა გულს, ამ ცეკვას ქვია ბოქი და ყველას სწორედ ეს ცეკვა სურს. მარჯვენა ხელიცას მივხვები და ვარსკვლავებ მივესალმები, ღამე თოცა დაძინები დრო მოვა, ჩუმე თავი ვარები. მასაყონია აქეთის დარგის თუ მოდი მოდი ახლა ციგანდახტი და უკან სკუპ აქეთი ქიხტომა მინდა სულ დავიღალე დავისვენე და მცხადა უგავები ხალი სურს
აი ბასტიბუბ თერაპიაზე მინდა მეც შეგეკითხოთ. ბასტიბუბ სტუდიაში უკვე მეორე წლიანები სწავლობენ სიმღერას, ცეკვას, ბალეტს. ასია? აუცილებლად, ნამდვილად ასია და მე მგონი ძალიან მოწონთ ბავშვებს და ძალიან ხალისობენ ამითი და რაც მთავარია, ისეთი ლაღი ბავშვობა აქვთ ამ ბასტიბუბში, რაც დადიან და რაც როგორც არიან, აი რაღაცა სხვანაირი ლაღი ბავშვობა. გული მწყდება, რომ ჩემ დროს არ იყო ბასტიბუბ, ნამდვილად. სხვა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ბასტიბუბში ახლა ბავშვები ხომ მოდიან და მეცადინეობენ სხვადასხვა გაკვეთილებებს, რომ მშობლები ძალიან უმეგობრდებიან ერთმანეთს და ჭართულები არიან და თქვენ ალბათ ბავშვობას იხსენებთ ამ დროს, ხო? იხსენებთ ბავშვობას კი, რაღაცა ვიძენთ ახალ მეგობრებს ერთმანეთის სახით მშობლები და ხალისობთ და რაღაცა დიდი სიამოვნებით და ესეთ სიხარულით დავდივართ ჩვენც ბავშვებთან ერთად ბასტიბუბუზე. ნამდვილ ბასტიბუბს კი, უბნებია. კი, ნამდვილად ვართ. ერთი რამ მინდა კიდევ გითხრათ, რომ გარდა იმისა, რომ ბასტიბუბში ბავშვები სწავლობენ ცეკვას, სიმღერას, იქ მეტყველების გაკვეთილები არის, სწავლობენ კიდევ უამრავ სხვა რაღაცას. ეს არის ურთიერთობები, არის მეგობრების შეძენა ახალი, ხო, აქედან გამომდინარე რაღაცა. და მე პირადად როგორც მშობელი მინდა ვთქვა, რომ ვარ ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი იმითი, რომ როდესღაც 4 წლის წინ გადავწყვიტე, რომ მომეყვანა ჩემი შვილი ბასტიბუბში. ახსენეთ მეტყველების გაკვეთილები. ნინო მასწავლებელი ასწავლის როგორც ვიცი მეტყველებას. რა ხდება ნინო მასწავლების გაკვეთილებში? ნინო მასწავლების გაკვეთილები ძალიან საინტერესოდ ტარდება და რაღაცა მრავალ აუცილებლად ძალიან გვიყვარს ნინო. არის რაღაცა თემებს აძლევს, რაღაცა თემასთან დაკავშირებით, ანუ შეიძლება რაღაც სათაური უთხრას უბრალოდ ბავშვებს და აი ამ სათაურის მიხედვით ხო, რაღაცა პატარა მოთხრობა დაწერონ, რაღაცა მოიგონონ, რაღაცა ისტორია და რა ვიცი, ძალიან კმაყოფილები არიან და კმაყოფილები ვართ კარგია ნინოს გაკვეთილებით. შენ თვითონ მოგწონს ეს? კი. და რატომ მოგწონს? რას აკეთებთ ისეთ საინტერესოს? შენთვის საინტერესოს? ენის გასატეხი. ხო, აი როგორი გასატეხებია მითხარი, აბა. ჩინელებმა ჩინეთიდან ჩაი ჩამოიტანეს, ჩაიდან ზეადოღას ჩამოატა. აჰა. მე ვიცი ეგეთი ჩინელები. კაპიკებულა საკაპიკეში ჩა. ესე ლორი რა ლორია, ლორზე გადანალორია. შენი ბერძი ქაგრეხილი ჩემსა ვერცა ქაგრეხილსა. რას ერჩოდა, რას ებრძოდა, რას ერქაგრეხილებოდა.